ნიკა მელიას დაპატიმრება გადავადებულია, ოღონდ რამდენიმე დღით. ოპოზიციონერის პროცესი წესით ხვალ იყო ჩანიშნული, მაგრამ სხდომა ფორმალურად გაიხსნება და ისევ დაიხურება. უკვე ცნობილია, რომ სასამართლოში პროკურორები არ მივლენ. მიზეზი მოუცლელობაა. მელიას კი აქვს განცდა, რომ რეჟიმმა უკან დახევა დაიწყო და პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვებაზე ძალიან ფრთხილობს. უფრო ვრცლად რას ამბობს პოლიტიკოსი გვანცა ჩხიკვაძე მოგვიყვება. ნიკა მელია სასამართლო პროცესის გადადებას უკავშირებს იმას, რომ ახლა ქართულ ოცნებაში იმაზე დიდი კრიზისი არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მელია ფიქრობს, რომ ახლა ოცნების გუნდს არ აწყობს ოპოზიციონერი ლიდერის ციხეში გაშვება და პროცესები დაპაუზდა პოლიტიკური ძვრების გამო. უცნობი არის თუ როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რადგანაც ამ დროისათვის მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს პოლიტიკოს, რომ პროკურორებმა განაცხადეს უარი სასამართლოში გამოცხადებაზე ფორმალური მიზეზის გამო მათ თქვეს, რომ ტრენინგებზე არიან, თუმცა მელია აცხადებს, რომ ნებისმიერ სხვა პროკურორსაც შეეძლო პროცესზე მისვლა და საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა ეს აფიქრებინებს პოლიტიკოს, რომ ახლა გუნდში არის რყევები და მიუთითებს გუნდის სისუსტეს. ეს გადაწყვეტილება. უცნაურია ალბათ ღიმის მონგრელიც არის ის ამბავი, რომელიც სასამართლოს მეშვეობით შეიტყო ჩემმა ადვოკატმა, თითქოს პროკურორები ხვალ ტრენინგზე მიემგზავრებიან და ამიტომ ვერ შეძლებენ დაესწრონ პროცესს და გადაიდება ეს პროცესი. ამ მდგომარეობით ასეთი მოცემულობა გვაქვს. ჩემი შეფასებით ეს შიგნით ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული, მათ ამ ეტაპზე ჩათვალეს, რომ პროცესი ჯობია გადაიდოს, ან დაპატიმრება ჯობია როგორც ჩანს გადაიდოს მათთვის ხელსაყრელი მომენტისთვის. როდის იქნება მათთვის ეს ხელსაყრელი მომენტი, არ ვიცი, არავინ იცის, არ მინდა ვიფიქრო და ვემზადო პატიმრობისთვის. და მით უფრო რაღაცა პანაშვიდი მქონდეს არავითარ შემთხვევაში თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთი მორიგი რაღაცა ეპიზოდია, ფაქტია, რომ ქართულ ოცნებაში იმაზე ღრმა კრიზისია, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვს მიტაცებული ძალაუფლება, ვიდრე ჩვენ მგონია. აი დაახლოებით ის პროცესია, რომელიც წლების წინ მოხდა და მოგვიანებით, აი რამდენიმე კვირის წინ აღწერა წულუკიანმა და გახარია. შიგნით არის მოჩვენებითი ერთობა ქართულ ოცნებაში. პროცესი წესით ხვალ უნდა იყოს, უკვე ცნობილი არის, რომ ამ პროცესს არც ბრალდებულის მხარე დაესწრება და არც პროკურორები დაესწრებიან, საქმე კი ეხება ოცნების პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაზე ნიკა მელიას არ გამოცხადების გამო დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს.